რომელი იყო ძალიან ოდნავ? დღეს ყავს ორი ატმოსფერული მანქანა. ეს არის Lexus ISF 5-დან 0 8 ცილინდრიანი, ხოლო მის წინააღმდეგ ყავს ულამაზესი BMW M3, ასევე 8 ცილინდრიანი 4-დან 0. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დრაგის წარმომადგენელი გახდა კომპანია Sokari, ხოლო ვისაც დრაგის სერიები გიყვართ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, კარგად მოკალათ და უყურეთ ვიდეოს. გამარჯობა, წარგვიდგინე შენი თავი და მე M3 მოგვიყევი პრინციპში რა ხდება, როგორ ხდება? კი ბატონო, მე გახლავართ ვალერიან ლიპარტელიანი. ეს მანქანა არის E92 M3, რომელსაც გააჩნია 414 ცხენის ძალა, 400 ნიუტონ-მეტრი. ეს არის ქარხნული მონაცემი, ხო? დიახ, ჩემი მანქანა ქარხნული არის. ჯერჯერობით არაფერი არ აქვს გაკეთებული, ვიხლოპის გარდა. ტონა 600-ია, გამშვები გაკეთებული გაქვს. ცოტა ხანში სხვას შორის ვნახავთ ამის ხმასაც, იმიტომ რომ მოვიდა მე ძალიან მომეწონა, აგრესიული ხმა აქვს საკმაოდ და საკაიფო იყო. მოდი ერთი M3-ის ძრავის გვანახე, იმიტომ რომ სხვათა შორის M3 E92 ჩვენ გადაცემაში არის პირველი და რადგან ატმოსფერულია და ვერ ვარი, აი უმშვენიერესი ხმა აქვს რა. მე ძალიან მოწონს. ნუ ეხა ეგ პირობითია, ზოგს V10-ის ხმა უფრო მოწონს, ზოგს ესეთი ხმა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი გამორჩეული ხმა აქვს რა. შვენიერი მოწესრიგებული ძრავის ხუფი თუ როგორ ვთქვათ. ძრავის გარემო. კაი, დაიგიდე ძრავის გარემო. აქ არაფერი არ არის შეცვლილი. ნასტროიკა ხო არ გიწერია რამე? აბსოლუტურად სტოკია, ხო? კი, აბსოლუტურად. ესე იგი, გამოდის რომ სტოკი M3, სტოკი Lexus ISF-ის წინააღმდეგ გვექნება დღეს დრაგი და ერთ-ერთი რაც არის, ანუ გამშვები სისტემაა რა. კაი, მოკლედ, ეხლა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ჩვენ 402 მეტრების ტესტები. შენც გაქვს launch control-ი? კი, არის. აი, M3-ს უკვე აქვს და ეგ ძალიან კაია. ხო და ვნახავთ დროს, რას დავაფიქსირებ და შენ შეგიძლია რაღაცები მოტესტო რა. თუ რამე მოსატესტი გექნება, ვნახავთ როგორ დავაფიქსირებთ უკეთეს დროს. აბა წარმოდებით. მადლობა. იცოდით რომ M3-ის გამოწერა ჯერ კიდე შეგიძლია, იმიტომ რომ 2013 წლის დაახლოებით 6 თვეში 750 ცალი 92 M3 გამოვიდა. ნუ აუცილებლად თუ აარჩევთ M3-ს ბირკაზე დააკვირდეთ რომ 2013-იანი იყოთ, ისე არ გამოწეროთ, თორე გამბაჟებას ვეღარ გააკეთებთ, მაგრამ თუ ესეთი აღმოაჩინეთ, ხო აუტოიმპორტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ. ნუ უმჯობესია ალბათ რომ ამერიკას გადახედოთ, იმიტომ რომ ამერიკაში იქნება ძირითადად M3-ები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ჰოას ჩამოყავს ასევე კორეიდან, full პაკეტებია ხოლმე როგორც წესი კორეაში, კორეასაც გადახედეთ, თან ჰოას აქვს საშუალება რომ კორეაში ადგილზე მივიდნენ ბიჭები, ნახონ მდგომარეობა, ყველაფერი შეამოწმონ, გითხრან და მაგის შემდეგ თუ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იქნება თქვენი ავტომობილი, თქვენი პოტენციური ავტომობილი, მაგის შემდეგ წამოიყვანოთ საქართველოში. ტესტებს ვიწყებთ M3-ით, ნახოთ BMW M3 4-დან 0 8 ცილინდრიანი როგორ წავა და როგორ ივლის 402 მეტრზე, დრაგის საშუალებით ვტესტავთ დროს და მართალია ეხლა ცოტა ტემპერატურები დაბალია იბუქსავებს, მაგრამ ყველაფერი ჩართულია. დრაგის მოწყობილობას მოდი დავარეზეტებ. ჩვენ მზად ვართ, ფანჯრებს აუწიე, ღვედი გაიკეთე. ისმისო? მზად ვართ. ბარე მოატრიალე მეორესთვის. BMW რო არ არსებობდეს, კროკოს კრეკერები ჩვენი სპონსორები არ იქნებოდნენ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ BMW-ს იმდენ ხანს ველოდებით ხოლმე, რომ რაღაცით უნდა დაკავდე, რაღაც გემრიელი უნდა ჭამო, გუეჭველი. ბიჭო, ძალიან კარგად მიდის თუ მეჩვენება მედო. დანაკარგი ვაფშე არა აქვს, ძალიან საკაიფოდ მიდის. არც ბუქსაობს. შენი ბუქსაობს? და მე ესე თუ დაზრა იმენა. არა, იცის ტარება ძმაო, მართლა იცის, აშკარად იცის. კაი ბიჭია. პროსტო ისეთ მშვიდია რომ ვერ შევეჩვიე, რომ ანუ ამ ყველაფერს ეს ბიჭი აკეთებს. ვერ ვეგუები ჯერ. რამდენია? აი, ეს უკვე საქმეა ძმაო. ეს უკვე საქმეა. კაია.
სალამი, მოგესალმები, შენი თავი წარგვიდგინე და მე მანქანაზეც გადავიდეთ. დავითი რატკა რა ისე მეძახიან. Lexus ISF 5.0. ვიცი რომ ხო, 8 ცილინდრიანია, 5-დან 0-ია. 420 ცხენის ძალა. ქარხმულთა 420 ცხენის ძალა. 420 ცხენის. რამე გაკეთებული აი განახლება ან არა, ყველაფერი სტოკია, კაინის ფილტრი მაქვს, ქარხნული შემცველიც გადაკეთებული არ არის. სპორტული ფილტრი არ არის. მოდი გარემეთ ჩაგვახედე, იმიტომ რომ Lexus-ები არც ისე ხშირად ყავს ხოლმე. ბავშვებს ერთი Lexus-ი მახსოვს, გივიკოსი, ლურჯი, RCF-ი იყო, მაგრად ძალიან მაგარ ვიძე იყო და ძალიან მაგარ ჯანზე იყო და ხმაც ძალიან მაგარი იყო სხვათა შორის. იგივე ძრავები არის. იგივე ძრავია, უბრალოდ შენადგან გამშვები ქარხნული გაქვს, შესაბამისად უფრო ისეთი. კატალიზატორი მაქვს ამოღებული პირველი, ოღონდ მარტო, განჩენი ყველაფერი ის. ოკეი, და კაინდენის ფილტრი მოიცა ფილტრი. აკაკენია კაინდენის ფილტრი, ამის შემცვლელი, რა გადაკეთებული არაფერი არ არის. ოკეი. ავტომატური გადაცემათა კოლოფია როგორც მეხი ხო? 8 სიჩქარიანი, სხვადასხვა მოიცა ერთუთი, ამას 8 HP ხო არ უყენია შემთხვევით. არა, ინა Lexus-ის. ხო, იმენა Lexus-ის არის. ფოტოშოპი ძალიან სწრაფი გადართვა აქვს თავის წლოვნების კვალობაზე. ხო, ძალიან კაი. აქვს launch control-ი, traction control-ი, ნუ ექნება ყველა ვარიანტში traction control-ი, მაგრამ launch-ი ალბათ არა აქვს. LSD ხიდი აქვს, ნუ ხამ აუ, დრაში. ეგა ძალიან ბევრს ნიშნავს. ტორსენის LSD ხიდი აქვს. ოკეი, ესე იგი, შენ ჩვეულებრივად გაზ ტორმუზით აპირებ დასტარტვას, ხო? და მერე უკვე რამოდენიმე ტესტის მერე დროსაც ვნახავთ და მიხვდებით რომელი უკეთესი ვარიანტი იყო, მაგრამ არჩევანი არ გაქვს, ანუ ერთნაირად უბრალოდ არ აქვს ნამდვილად. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენი მარჯვენას იმედზე ვართ, როგორც ისე ეხლა გეტყვით რომ არის 2 გრადუსია, ეხლა აი აქ რა და დრაგის თემა სანამ მოვა, იმედი მაქვს რომ ცოტა კიდე აიწეს 4-5 გრადუსზე მაინც დადგება ცოტა ხანში. დიდი მაქვს მე თუ ცოტა დონანტების უშველის კი, არა, საბურავის. კი, შველის. წნევა ოდნავ ჩამოვაგდე, აბლა ოდნავ ჩამოვაგდე. ორ გვისმენი, არა, არ გვისმენი. всё, ეგ არის, წარმატებები შემოძმა. ოდნავ წინ წამოდი. всё, ეგ არის. კი, შეგიძლია დასტარტო. ბიჭო, რა კარგი სტარტი აქვს ორივე მანქანას. მე მაგრად გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენთან ზოგადად არის ეგ პრობლემა, ვინც მოდის აი ამ ფარგლებში რა 400-500 ცხენზე ყველა ბუქსაობს და M3-ის ძალიან მაგარი სტარტი იყო ბოლო, დროზეც გამოჩნდა და ამასაც არანაკლები სტარტი ჰქონდა, იმიტომ რომ თავიდან ვფიქრობდი რომ M3 ლიდერი იქნებოდა ამ ბრძოლაში, მაგრამ Lexus-ი ისე გვემუქრება, ეხა უკვე მე მგონი გათანაბრდა შანსები. Так, Lexus-ის მეორე სატესტო გავლა. კაია, ფანჯრებს აუწია, შეგიძლია დაცხო. მექანიკის ვაიბი არ ქონდა, ეხა მეორეში რომ გადმოვაგდებ და აი ზუსტად ეგ ხმა ქონდა. 13.02 ხა იგივე. ხო, 13.02-ია. კი ბატონო. ამასაც დავსხმე. რავით გახურდა და შეიძლება მაგონში მაგდებში უფრო მე რა მიდიოდა. არა, ეს საუკეთესო დრო არის. წინაზე რა იყო? 13.03. ნუ ეს და იგივე იყო ფაქტიურად. შეგვიძლია დროგის გადავიდეთ ნელა. როგორც ისიც წინაზე ვათამაშებდით სოკარისგან 50 ლიტრიან ვაუჩერს და რენდომაიზერით ჩვენი გამარჯვებული არის ახლა ზუსტად აქ ეკრანზე. აუცილებლად მოგწერეთ Instagram-ზე ან Facebook-ზე და დანარჩენ დეტალებს გავავლით თქვენთან ერთად. ესე იგი, როდის სტარტავთ, ხელებს რო ავიშვერ მე, როგორც კი დავიწყებ ხელის მოძრაობის ჩამოქნევას, შეგიძლიათ დასტარტოთ რა. ფანჯრებს აუწიეთ. მზად ხარ? მეგონი ფალსტარტი იყო M3-ზე. მოდი ვნახავთ ახლა კადრებს. როგორც კი დავიწყებ ჩამოშვებას, შეგიძლიათ დასტარტოთ. მაგრამ შენ ქონდა ფალსტარტი. ადრე წახვედი. მზად ხარ? ოპა!
BMW შეასრო, ხო? კი, მაშინად. ოკეი. შნოიდან ჩამოწეული არ ვიცი როგორ. Lexus-ზე. ბიჭო, არა და კი გამიკვირდა რომ გვიან დასტარტა რა და გაასწრო და მეთქი რომ ანაირად გაასწრო თქო და მთელი кайფი აქვს თუ გავესწრება იქნება რომ თან მივიდიო თან აკეთავ უჩნო ამოვწი. აჰ, ჩემი კაი. ჩავთვალოთ? რუჩნიკი დარჩა. აო. კარჩო, ყველაფერს ვანულებთ რა. ეს იქნება ეხა პირველი გასვლა. всё, ხოძე ხართ? კაი. დათხარ? დათხარ? რომელი იყო ძალიან ოდნავ? აუ არა ორივე ძალიან კაია. თან მე რაზე ვიღადაო, იცი რომ აქ წეღან ხმის პონჩი ვიღებდი რაღაც კადრებს და მაღალ ბრუნზე ორივე ძალიან მსგავსი ხმა, კაი ძალიან მსგავსი. კაი იყო, მაგრამ სულ ოდნავ შეგასწრო, ხო? კაი. წავიდეს, ბარემ მეორე გასვლა გავაკეთოთ ახლა. სანამ გაგრილდებიან, შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე ჩვენ გვაქვს გვერდი, ალექსანდრე ხეროდინაშვილი Drifty Guns. ეს შეგიძლიათ მოძებნოთ. თქვენი ავტომობილის ფოტო ატვირთოთ, ჰეშტეგი დავდგეთ ძმა, ცხენი მიაწერით და მონაცემები, რომ ვიცოდეთ ვისთან დაგაწყვილოთ, ანუ საინტერესო ვიდეო რო გამოვიდეს საბოლოო ჯამში და აგარჩევთ ვინმესთან ერთად, მოვალთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და გადავიღებთ დრაგის სერიებს, დავდგეთ ძმა სერიებს. ჩვენი რიგით მეორე გასვლა ჯერჯერობით BMW სასარგებლოდ არის 1-0. კაი, ზათხარ? ზათხარ? რაც შეიძლება ნაკლებად კომპიუტერით ჩარეული traction control-ები და რაღაცები, რაც ნაკალები აქვს მანქანას, მით უფრო кайფობ რა. ეხა რაც ვითარდება სიტუაცია, უფრო გადადის, როგორ იცი, რომ აი კომპიუტერმა უნდა გამართოს ეს შედეგი უფრო კარგი ამოდის ეგრე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ისე განვითარდება, რომ უბრალოდ ასე ალბათ გაზის პედალს დააწვევი ფეხს, აი დაატორმოზებ და ეგ იქნება, ანუ შენი მონაწილეობა იქნება მინიმუმდე დაყვანილი და აი ამ თაობის მანქანებს და კიდე old school მანქანებს არაფერი არ ჯობია. სამი თვეად უზმოტორსთან თანამშრომლობთ პაკელოს მიმართულებით, პაკელოს Z-ის მიმართულებით, რომელიც არის იტალიური წარმოშობის, სუფთა იტალიურია, რასაც ქვია და უზმოტორს თუ დაემატებოდა სხვა ფილიალი, სადაც შეგიძლიათ პაკელოს შეცვლა, შეგფერდით რომ აუცილებლად გეტყოდით. ეს არის ამ შემთხვევაში ბეჟანიშვილის 9 ნომერი, Louis Motors-ი, სადაც შეგიძლიათ თქვენი არაჩვეულებრივი მანქანა, მაგალითად, როგორიც არის ეს BMW M3-იანი Mercedes-ი, მიხვიდეთ და თქვენ მიმდინარე Z-ი შეცვალოთ იტალიური ხარისხით. მოკლედ, გაგორებულზე გადავდივართ ახლა, M3 ადგილიდან აჯობა ფაქტია და გაგორებულიდან ნახოთ Lexus-ი რა წინააღმდეგობას გაუწევს. შეუძლიათ თუ არა გასწრება. ჩვენ მზად ვართ. Dai, ჩვენ. ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა. Lexus-მა გაასწრო.
ეგ ნიშნავს იმას, რომ Lexus უფრო მეტიჯანი აქვს, ეხა ძალიან საინტერესო რაღაცაა. თან აქვე გეტყვით, რომ Lexus აქვს ოდნავ მძიმეა Lexus M3-ზე. 1.0 Lexus-ის სასარგებლოდ გაგორებულიდან როგორ შეიცვალა სიტუაცია, ნახე? ჩვენ მზად ვართ. აი, წავიდე. საბურავთან ქონდა Lexus წინაცხვირი ფინიშის ხაზთან. აჰა, გასაგებია. დაიძაბა სიტუაცია სახეებზე შევატყე რომ უკვე ზადნის მიმცემი არც ერთი აღარ აქვს, იო. ბოლოა? კი, ერთით-ერთია და ეხა საბოლოო გასვლა. всё, ჩვენ ხოძე ვართ. აი, ჩვენ. ხედავ შენ? დრონშიც ეგრე ჩანდა. Короче, BMW შეასწრო BMW მოიგო უბრალოდ BMW წინასაბურავთან ქონდა ცხვირი Lexus. BMW-ს წინასაბურავთან ხო? ანუ სუ ოდნავ შეასწრო. ხო, აი ძალიან ოდნავ. ვა, ხედავ შენ. მოკლედ არა, BMW-მ ეს ბოლო პერიოდები და ეს ბოლო ვიდეოები თავი იჩინა და ძალიან მაგრად დადის რა. მე მახსოვს რაღაც პერიოდი, სხვა შორის Mercedes-ები იმარჯვებდნენ ხოლმე ჩვენი გადაცემებში და ბევრი თქვენთაგანიც წერდა ხოლმე რომ ალექსანდრე Mercedes ნიშიკი გახდა და всё. ეგრე არ არის რეალობას თვალი რო გაუსწოროთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ იყენებს თავის ავტომობილს, ვინ როგორ იცის თავისი მანქანის სისტემები და ასე შემდეგ რა. გილოცავ გამარჯვებულ. საღოლ, კაი იყო ძალიან. ჯიგრები ხართ? მადლობა. აი, მეც იქნებოდი ხა გახარებული რატომაც არა რა. საინტერესო იყო. მე აქ არ მოსულა მისთვის რომ მოგებული ვინ იქნებოდა ის. ეს რო ლეგენდარული ბეთლიმონო ყოფილიყო რა, ეხა სადღაც. კი, და სხვა შორის ძალიან კაი კონკურენტები აღმოჩნდნენ ერთმანეთის. ძალიან საინტერესო. მოკლედ, თქვენ კიდე ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს ვინც უყურეთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ და შევხვდებით შემდეგ დრაგზე. ადიოს.